მაშასე მეგობრებო, განვაგრძობთ ახლა საუბარს და უკვე პირდაპირ გადავალთ სტრატეგიაზე, თუ რას მოგვიტანს ეს სტრატეგია. საქმე იმაშია, რომ ეს სტრატეგია ითვალისწინებს სუფთად სამი ადამიანის მოყვანას. ეს რას ნიშნავს? ანუ მოხვედით თქვენ კომპანიაში. ჩემი ხმა კარგად ისმის? კი. მადლობთ. კარგად ისმის. მე რა თქმა უნდა ვიდეო რგოლი მაქვს შექმნილი ამ სტრატეგიასთან დაკავშირებით, მაგრამ გადავწყვიტეთ ცოცხლად ჩაგერთოთ და ცოცხლად გესაუბროთ ამ საკითხზე. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, ეს უფრო საინტერესო იქნება თქვენთვის, ვიდრე ვიდეო რგოლი. ვიდეო კოლაჟი, რა თქმა უნდა, მინდოდა რომ ჩართულიყო, მაგრამ გამოვიყენე ახლა პირდაპირი საუბარი თქვენთან და ეკრანის გაზიარებით გიჩვენებთ ყველაფერს, რა როგორ ფუნქციონირებს და რა როგორ მუშაობს. ჩემთან ერთად ადევნეთ თვალი ყურადღებით, კარგად მიაქციეთ ყურადღება, რაზეა საუბარი, რა ციფრებზე გადის ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა, თქვენ თვითონ დარწმუნდებით, ეს არ არის ჩემი რაღაც აკვიატებული აზრი, ეს არის საბუთი, დოკუმენტი, კომპანიაში აღწერილი თანხები, თუ ვინ რა თანხებს ღებულობს, როდესაც გადის სტატუსებზე და ასე შემდეგ, ერთადერთი რაც ჩემგან არის აქ დამატებული, ეს არის გამოთვლილი ციფრები, კომპანიის ფაქტიურად დანიშნული, დაწესებული თანხებიდან გამომდინარე, გამოვიმუშავე ეს ციფრები და ახლა თქვენს წინაშე მინდა ეს წარმატკინო. მოკლედ, აქ რა ხდება? არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან უჭირთ მოწვევა, ხომ? მოიწვიონ 10, 15, 30 და ასე შემდეგ ადამიანები. თუმცა აქ მოწვევა ამ ეტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხომ? არიან ადამიანები, ვისაც ეს ძალიან კარგად ეხერხება და სულ არ სჭირდება მას 3+3. იმისათვის, რომ დაუშვათ გავიდეს რაღაცა თანხებზე. მაგრამ იმ ადამიანებსაც კი 100%-ით გამოადგებათ ეს სტრატეგია, რადგან ეს არის ძალიან ადვილად მისაღწევი თემა. ასე ვთქვათ, მოიყვანეთ, მოიწვიეთ მხოლოდ და მხოლოდ 3 ადამიანი. თქვენ ამ კომპანიაში აღარ მოგიწევთ აღარავის მოწვევა. მე მგონი უკვე ადვილია, ხო, წარმოდგენით. საერთოდ აღარავის მოწვევა აღარ მოგიწევთ. მხოლოდ და მხოლოდ 3 ადამიანის. დავიწყოთ ახლა რა ხდება ამ 3 ადამიანის მოწვევის დროს. შევიდეთ პირველ კვირაში. ხედავთ? კარგად ჩანს ციფრები? თუ გავადიდო? ჩანს. კი, დააწექით თვითონ ეკრანს და კიდევ უფრო დიდად გამოჩნდება. ავიღოთ პირველი კვირა. პირველ კვირას ეს ჯაჭვი რომ არ გაწყდეს, ზუსტად იმ თარიღებში, ზუსტად იმ პერიოდში მივაღწევთ იმ თანხებს და იმ ციფრებს, რაზეც აქ არის საუბარი. მაგრამ თუ ვინცობა მოხდა ისე, რომ ცოტა გაიწელა დროში, ყველამ ვერ მოიყვანა იმ ერთ კვირაში 3 ადამიანი და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ცოტა გაგრძელდება, უფრო მეტი დრო დასჭირდება, მაგრამ ეს თავის თავს მაინც თავის როლს მაინც შეასრულებს. მაგრამ უკეთეს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უმჯობესია, რომ აი ყოველ კვირას ყველა თქვენმა ადამიანმა მოიყვანოს თავისი 3 ადამიანი. იმ 3 ადამიანმა ასევე 3 ადამიანი. პირველ კვირას მოიწვიეთ 3 ადამიანი. თქვენ ძალიან ბევრს გაქვთ სოციალურ ქსელებში ურთიერთობა. თქვენ საუბრობთ 1000 საკითხებზე. მე ვაკვირდები სხვათა შორის და ფეისზე და ყველგან აბსოლუტურად ადამიანმა უბრალოდ რაღაცა ნამცხვარი გამოაცხო, გამოაქვს ეკრანზე ეს და ხალხს ეუბნება, ნახეთ ნამცხვარი გამოაცხე, მე ამას მოყვება უამრავი კომენტარი, უამრავი რაღაცა კონტაქტები და ასე შემდეგ და აი ამაში იკარგება უამრავი დრო. ამაში დამეჯერეთ და გარწმუნებთ და თქვენც კარგად იცით, რომ ამაში ფულს არავინ არავის არ უხდის, ხო? ეს არის უბრალოდ ურთიერთობა. აი აქ კი, აი ამ სიტუაციაში, ამდენ მეგობრებში, ამდენ ახლობლებში დარწმუნებული ვარ, რომ მინიმუმ 3 ადამიანს აუცილებლად იპოვით, ვინც გამოგყვებათ ელემენტარულად და მოისმენს ამ ინფორმაციას. კი ბატონო,
მოიყვანეთ, აი ყველაფერი გააკეთეთ ამისთვის. აი ყველაფერი ტყავიდან გადმოხვედით და მოძებნეთ ეს 3 ადამიანი. ამისათვის რომ იმ ადამიანებმა გაგიმეორონ და იგივე გააკეთონ, რა თქმა უნდა, თქვენ მათ ეს სტრატეგია ყველანაირად უნდა აუხსნათ. რა თქმა უნდა, მე მექნება ვიდეო რგოლი, რომელსაც თქვენ წარუდგენთ, თქვენ მათთან ერთად იქნებით და ამას ერთად განიხილავთ. მაგრამ თუ ბოლოში ვიტყვი ამას, რას გავაკეთებ პირადად მე იმისათვის, რომ ყველა ჩატში ჩაინერგოს ეს სტრატეგია და ყველა ადამიანმა გამოიყენოს ეს მეთოდი. მოვიდა 3 ადამიანი და ეს თქვენი პირველი ხაზია. პირველი ხაზი, პირველი კვირა და მოიწვიეთ 3 ადამიანი. ამ ადამიანებმა გადაიხადეს $40, 40 წევრობის, უბრალოდ 40 რეგისტრაციის და ამით იყიდეს ბიზნესი, შეიძინეს ბიზნესი, მზადმზარეული ბიზნესი და $10 წევრობის თანხა გადაიხადეს. აი მითითებულია 50%. აქედან გამომდინარე კომპანიას შეუვიდა $150, ხო? 3 ადამიანისგან. $150-დან ფაქტიურად ჩვენ დაგვერიცხა 50%, რა თქმა უნდა, და აქედან გამომდინარე თითო ადამიანში ჩვენ დაგვერიცხა $25 და მთლიანობაში ჩვენი შემოსავალი გამოვიდა $75. ახლა ამ წუთში მე თქვენ გესაუბრებით პირველ ბონუსზე, რასაც ეწოდება მოწვევის ბონუსი. და პირველ ბონუსში რა თანხებზე შეგვიძლია ჩვენ გავიდეთ დაახლოებით 2 თვეში. პირველი ბონუსის მეშვეობით. ანუ გავიგეთ ხო? 3 ადამიანი, $50, 150 კომპანია შეუვიდა და $75 დაგვერიცხა ჩვენ. შემდეგ, მეორე კვირა, მეორე ლეველი. ანუ მეორე ხაზიდან. 9 ადამიანი, თქვენმა 3 ადამიანმა მოიწვია ასევე 3 ადამიანი. ყველამ 3-3. ანუ 9 ადამიანმა გაიხადა $40, %, გადაგიხადათ თქვენ, ანუ ამ შემოსული ადამიანებისგან და $45 დაგერიცხათ მეორე. მესამე კვირა, მესამე ლეველი. და კომპანიას დაერიცხა $350, პროტი გადაგიხადათ და $67 დაგერიცხათ. და მეოთხე კვირას, მეოთხე ლეველი 91 ადამიანი შემოვიდა, შემოემატა, მის გამო რომ მოიწვიეს ის 3 ადამიანი, $50 გადაიხადეს ამ ადამიანებმა, კომპანიას შემოვიდა $4050, 5% გერიცხებათ აქედან და $202 და 58 ცენტი გერიცხებათ აი ამ ლეველში, აქედან, აი ამ ადამიანებიდან. გადავდივართ მეხუთე კვირაზე, მეხუთე საფეხური, 253 ადამიანი შემოგვემატა, 50 გადაიხადეს, 12150 დაერიცხა კომპანიას, 3% გადაგიხადათ კომპანიამ და თქვენ ჯამში დაგერიცხათ $364 და 5.50 ცენტი უკაცრავად. მეექვსე კვირა, მეექვსე საფეხური, 729 ადამიანი შემოგვემატა, $50 გადაიხადეს ასევე, 36450 დაერიცხა კომპანიას, 2% თქვენ დაგერიცხათ, აქედან გამომდინარე ეს გამოდის $729 და 80 ცენტი. ასევე მე-7 საფეხურზე გადავდივართ, ეს ასევე მე-7 კვირაა, 2187 ადამიანი შემოვიდა, $50 გადაიხადეს, $109 $19350 კომპანიას შეუვიდა, 2% ჩვენ შემოგვივიდა და ეს არის $2187. მერვე საფეხური, მერვე კვირა, 6561 ადამიანი შემოგვემატა, $50 გადაიხადეს ასევე, 328050 კომპანიას დაერიცხა, 1% გადაგვიხადა ჩვენ, იმიტომ რომ ეს უკვე მერვე საფეხურია და $3280 და 50 ცენტი დაგვერიცხა ჩვენ. აი ახლა 3+3-ის გამოთვლა რა მოხდება?
ანუ პირველ თვეში რა ციფრებით თქვით, უკვე ვთქვით, აი უყურეთ, აი ეგ წერია, რომ თქვენი შემოსავალი პირველ თვეში მოწვევის ბონუსი იქნება 75 პლუს 45, 67 და 58 პლუს 202 და 58 და მთლიანობაში $390 პირველ თვეში გერიცხებათ მოწვევის ბონუსში. მარტო მოწვევის ბონუსში. შემდეგი მეორე ბოლომდე დავუშვათ მეხუთედან მერვემდე ლეველამდე, როდესაც ეს არის მეორე თვე ფაქტიურად და შემოსავალი მეორე თვეში იქნება 364 7 380 და მთლიანობაში 2 თვის შემდეგ მარტო მოწვევის ბონუსში თქვენ გერიცხებათ $6,561. ორ თვეში მხოლოდ მოწვევის ბონუსში. როგორია? ძალიან. ვაიმე, არ ვიცი. ეს თანხა დაგერიცხებათ მესამე თვის დასაწყისში. ანუ ვიცით ხომ, როდესაც ჩვენ თანხები გვერიცხება, ეს თანხები ირიცხება ძირითადად მესამე თვის დასაწყისში, როგორც გლობალურიდან გერიცხებათ, ასევე იმ ხუთშაბათზე დაგერიცხებათ თავისთავად ეს თანხა, რომელზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, ხო? აი ამ ხელა თანხა გამოგივათ ეს. პარალელურად, რა თქმა უნდა, აქედან ვითარდება გლობალური შემოსავალი, ხო? და რომ გავაერთიანოთ ეს დავუშვათ ეს ციფრები პირველ ბონუსში როგორც იყო, ხომ? პირველ თვეში რამდენი ადამიანის დაგეგროვდა, იქიდან რომ შევაჯამოთ 25 ცენტობით, თქვენ დაგერიცხებათ იმ პირველ თვეში გლობალური ბონუსიდან მხოლოდ და მხოლოდ $30. რა თქმა უნდა, ეს მიზერული თანხაა, მაგრამ თუ თქვენ ამ სტრატეგიით შემოიყვანთ ადამიანებს მოწვევის ბონუსში, თქვენ უკვე $6,561 დაგერიცხებათ ორ თვეში, პირველ თვეში დაგერიცხებათ $390 და შემდეგ მეორე თვეში აი ეს თანხა დაგერიცხებათ. ხა წარმოიდგინეთ $30 გლობალურში ანუ თვიური ხელფასი. გლობალური ბონუსი არის თვიური ხელფასი, რომელიც ყალიბდება 25 ცენტობით. ანუ 2.5% გერიცხებათ იმ $10-დან, რასაც იხდიან ყველა ადამიანები, ვინც თქვენ სტრუქტურაში შემოვიდა. აქედან გამომდინარე, იმ ერთ თვეში იმ ადამიანების რაოდენობით თქვენ მხოლოდ გიგროვდებათ $30. შემდეგ ამ დროს პარალელურად, როდესაც ამ ადამიანებს იწვევენ თქვენი მოწვეული 3 ადამიანები, გადიხართ სტატუსებზე და ხურავთ კვალიფიკაციას. მესამე კვირას ამ სტრატეგიის დაწყებიდან თქვენ ხდებით ვერცხლი 3+3. მეხუთე კვირას თქვენ ხდებით ოქრო და მერვე კვირას თქვენ ხდებით ბრილიანტი. მაგარია? ძალიან. ამ ყველაფერთან ერთად იწყებს ჩამოყალიბებას მეორე ბონუსი, როგორც გითხარით, გლობალური ბონუსი. ამ გლობალურ ბონუსში აი უყურეთ 27 ადამიანი, 91 ადამიანი და მთლიანობაში გამოვიდა 120. აქედან თითოეული გადაიხდის 0.25 ცენტს და მეორე თვის დასაწყისში გლობალურ ბონუსში დაგერიცხებათ $30 იმ $6,000-თან ერთად, რომელსაც თქვენ გაძლევთ მოწვევის ბონუსი. შემდგომ რა ხდება? მესამე თვეში პარტნიორები გადაიხდიან წევრობის $10. ეს მოხდება მესამე თვეში და მეხუთე თვის დასაწყისში პირველ ხუთშაბათს ჩვენი თვიური ხელფასი ადის $2,460 ყოველ თვიურად. ნახეთ ეს როგორ ხდება. დაწყებული პირველი კვირიდან ადამიანების რაოდენობა თქვენ სტრუქტურაში იქნება 3 ადამიანი, 9 ადამიანი, პლუს 27 ადამიანი, პლუს 91 ადამიანი, პლუს 243 ადამიანი, პლუს 729 ადამიანი, პლუს 2187 ადამიანი, პლუს 6561 ადამიანი და სულ 9840 ადამიანი.
ბრილიანტს კი სჭირდება 2500 ადამიანი, რომ ის გახდეს ბრილიანტი. ანუ თქვენ ბევრად მეტი გეყოლებათ ამ დროის მონაკვეთში. ხვდებით? ესე იგი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ლეველები ჯერ არ იქნება შევსებული, თქვენი საფეხურები ბოლომდე არ იქნება შევსებული, რა თქმა უნდა, და აქედან გამომდინარე, ამ 9840 ადამიანიდან თქვენ გერიცხებათ ის თანხა, რა თანხაც გითხარით, ხო? $2460 და ეს ხდება ყოველთვიურად. მაგრამ შემდგომ რა მოხდება? შემდგომ 9840 ადამიანიდან 25 ცენტს 4 თვის დასაწყისში დაგერიცხებათ, ანუ ეს თანხა. ეხლა შემდეგ რა მოხდება? მეხუთე თვეში თქვენი 3 პირადად მოწვეული ადამიანი გადის ხელფასზე. და ეს ხელფასი ასევე არის 2460, როგორც თქვენ გერიცხებათ 2460 ყოველთვიურად. შესაბამისად, ჩვენ მათგან დაგვერიცხება 50%, ხო? ანუ მეხუთე თვის დასაწყისში პირველი მოწვეული თქვენი პირადი იღებს 2460, მეორე პირადი ასევე იღებს 2460 და მესამე პირადიც ასევე იღებს, ის თქვენი 3 მოწვეული ადამიანი იღებს 2460 და რატო იღებს? იმიტომ რომ მან თქვენ გაგიმეორათ და ისიც გავიდა იგივე რაოდენობის ადამიანი შეკრება. ჯამში ყველა ერბილი ახლა ისმის? კი, ნანო. ისმის. ხო. მოკლედ, არ ვიცი ეს მოისმინეთ თუ არ მოისმინეთ, პირველი პიროვნებისგან ვინც მოიწვიეთ, პირველი პირადი $460 გერიცხებათ, მეორე პირადიდანაც ასევე $2460 და ასევე მესამე პირადიდანაც $2460, ჩვენ კი არ გერიცხებათ, მათ ერიცხებათ უფრო სწორედ. და ჯამში მათი მთლიანი შემოსავალი გამოდის $7380. აქედან თვითო პირადიდან, როგორც ჩვენ ვიცით, კომპანია 50%-ს გვირიცხავს, ხო? და ეს ნიშნავს, რომ $3690 პირადებისგან ერთად შეჯამებული გვერიცხება ჩვენ. იმიტომ რომ 50% ამ თანხებიდან, რაც მათ ერიცხებათ, ხომ? გამოდის ამდენი. ანუ 7380-ის 50% გამოდის 3690. ხო არ დაგღალეთ ძალიან მათემატიკური გამოთვლებით? ვაიმე, დაგღალე კი არა, სიხარულით გისმენთ. ესე იგი, ცოტა ის არის ღლის ადამიანს ეს ციფრები და რაღაც, მაგრამ ეს ისეთი მნიშვნელოვანი ციფრებია, რომ არ გავაჟღერო, არ შეიძლება. ესე იგი, მეხუთე თვის დასაწყისში რომ შევაჯამოთ, მიიღებთ $2460 თქვენს პირად ხელფასს. ასევე თქვენ ბრილიანტი ხართ უკვე. ეს ზუსტად უნდა იცოდეთ, ხომ? პირადებისგან თქვენ ასევე პარალელურად გერიცხებათ $3690 და სულ ერთად გერიცხებათ $6150 ყოველთვიურად. რომ სიტყვაზე არც გაგრძელდეს 3+3 და შეჩერდეს და ასე შემდეგ, თქვენ ეს თანხა სისტემატიურად დაგერიცხებათ, მაგრამ რას გაჩერდება, ხო? ამ დროს სტრუქტურა გაიზრდება, მოიმატებს პარტნიორების რაოდენობა, იქიდან თუ გაგრძელდა და იმ ადამიანებმაც კარგად შეიგნეს, დანარჩენებმა რას ნიშნავს 3+3 და იგივე სისტემით იღებს, რა თქმა უნდა, აი თანხებს მოემატება უსასრულოდ და იქიდან რა თქმა უნდა, ბევრი გავა სტატუსებზე. ხო, რამდენი აქტიური გამოჩნდება, ვინც სტატუსებზე გავა, ხო? ასე პირადები, რომც დაირღვეს სისტემა 3+3, 10 ადამიანში მინიმუმ ერთი მაინც აქტიური იქნება და ის აქტიური სასწაულებს ახდენს ფაქტია, ხო? როგორ ამბობს, ხო, კომპანიაც ერთი ადამიანიც რომ იყოსო და აი იყოს ის ძალიან ძლიერი ადამიანი და ძალიან მაგარი კრეატიული ადამიანი, მარტო ის გაგიყვანთ მილიონებზეო. მართლაც ასეა. შეიძლება სიტყვაზე აღარ გაგრძელდეს, შეწყდეს ეს ჯაჭვი, აი თქვენი თანხებზე, რაც თქვი. ანუ იმ თანხებზე გახვედით, შეწყდა, დაუშვათ, აი ამ თანხაზე, ხო?
6150-ზე გახვედით თლიანობაში თვიურ შემოსავალზე, ეს თვიურ შემოსავალზე ალაპარაკი, ეს თქვენი გლობალური ბონუსიდან და ასევე matching ბონუსი, რომელიც თქვენი მოწვეული პირველი ხაზიდან გერიცხებათ. დანარჩენ ხაზებზე აღარ არის აქ ლაპარაკი, ხო? იმათგანაც ხო გერიცხებათ პლუს. ამ დროს კიდევ რა ხდება? გაგრძელდა ხაზი, მოიყვანეს სხვებმაც ეს 3+3-ით, მოეწონათ ხალხს, განაგრძეს ამ მეთოდით მუშაობა. ასევე თქვენი პირადები პარალელურად, როდესაც შეივსება სრულად თქვენი საფეხურები, რა თქმა უნდა, თქვენ გადიხართ $16,000-ზე. ეს ყველა ვიცით ხომ, როდესაც საფეხურები შეივსება დაახლოებით 65,000 ადამიანი უნდა იყოს დაახლოებით, რომ არ შემეშალოს და არ მოგატყოლოთ ზუსტად ციფრებს ვერ გეტყვით, მაგრამ დაახლოებით მაგდენი შეივსება $16,000 ყოველთვიური ხელფასი გერიცხებათ და ასევე თქვენ პირადებსერიცხებათ $16,000. და ეხლა უყურეთ. თქვენი პირადი $16,000 პლუს მათი $16,000-დან პირველი მოწვეული პირადისგან $8,000 გერიცხებათ, 16.5 ხომ მაგდენია. პლუს მეორე მოწვეულისგან ასევე $8,000 გერიცხებათ და მესამე მოწვეულისგან ასევე $8,000 გერიცხებათ და მთლიანობაში $40,000 თვიური ხელფასი. აბა იყიჟინეთ ახლა. გაიხარე, უღრმესი მადლობა და სუფთად ხელფასია, ამას ემატება ყოველკვირეული ბონუსები, ხალხი რომ იწვევს, მუშაობს, კომპანიის მთელი გაყიდვებიდან გადანაწილდება ყველა ბრილიანტზე 2%, ანუ ხვდებით რა თანხებზე ავდივართ აქედან გამომდინარე, ხომ? ანუ ჩვენ ვილაპარაკეთ ახლა თვიურ ხელფასზე, matching ბონუსზე და ასევე პირველ ბონუსზე, რომელსაც მოწვევის ბონუსი ქვია, ხომ? მოწვევის ბონუსი ჩვენ დაახლოებით გეტყვით $6,000 ვიღებთ ორ თვეში. გლობალურ ბონუსშიც გავდივართ იმ თანხებზე, რა თანხებით ვილაპარაკეთ, პლუს matching ბონუსი ემატება ამას და მთლიანობაში ჩვენი თვიური ხელფასი გამოდის 6,150 და შემდეგ, როდესაც ჩვენი ლეველები ივსება და გრძელდება ეს სისტემა, ეს ადამიანები გადიან თქვენი 3 მოწვეული გადის $16,000-ზე, მათი ნახევარის დარიცხვით, თქვენ $40,000 სუფთად თვიური შემოსავალი, ამას ემატება ყოველკვირეული, იმიტომ რომ მთელი თქვენი სისტემა მუშაობს და აქედან გამომდინარე ეს ადამიანები იწვევენ ადამიანებს და ყოველკვირეულადაც გერიცხებათ თავისთავად თანხები და ასევე პლუს გერიცხებათ თვითონ კომპანიისგან სტატუსისთვის, ბრილიანტის სტატუსისთვის, გერიცხებათ თლიანად კომპანიის შემოსავლებიდან ხდებით მეწილე კომპანიის და 2% ყველა ბრილიანტებზე ნაწილდება და აი ესეთი სახით გემატებათ დაახლოებით ახლა ამ წუთში, ახლა ამ პატარა მონაცემში, ამ ძალიან ჯერ ცოტა ხალხში 1,5 მეტი ეს ჯერ ცოტაა ძალიან უკვე რაც არის, ვინც არიან ბრილიანტები, მათ უკვეერიცხებათ კომპანიისგან 6,000 და 7,000. დაამატეთ ახლა ამ თანხებს, ეს თანხა კომპანიის საჩუქარი სტატუსისთვის. ანუ თქვენ ხდებით მეწილე. თუ რა თქმა უნდა გვირგვინოს ამ ბრილიანტს ააღწევთ, თავისთავად იქ უკვე 5% გერიცხებათ კომპანიის მთლიანი შემოსავლებიდან. ამიტომ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, აი ეს არის სულ რაც არის, მე ვფიქრობ ძალიან მაგარი რაღაცაა და აი ამის შემდეგ თუ ადამიანი კიდევ რაღაცაზე დაფიქრდება და კიდევ იტყვის ვაიმე რა ვქნა და როგორ მოვიქცე და როგორ მოვიწვიო, მე ხელებს ავწევ და ჩუმათორ. სიტყვებიც არ მყოფნის მასში. Jamendo.com